მე ახლა ვიმყოფები იმ ადგილას, სადაც ქალაქში დაგროვილი წყალი უნდა შეუერთდეს ზღვას. თუმცა იმის გამო რომ ტალღები არის ძალიან დიდი, ეს ყველაფერი ვერ ხერხდება და არსებობს იმის რეალური საფრთხე, რომ ბათუმში განმეორდეს იგივე სტიქია და იგივე მოვლენები, ანალოგიური მოვლენები, რომელიც განვითარდა რამდენიმე დღის წინ. ანუ ქალაქის ქუჩები ისევ დაიტბოროს. ეს ყველაფერი რომ არ მოხდეს და ქალაქიდან მოხდეს წყლის გადინება, სპეციალური ტექნიკა მუშაობს და ცდილობს გზის გაწმენდას, რომლითაც უკვე საშუალება ექნება წყალს, ქალაქში დაგროვილ წყალს გავიდეს და შეუერთდეს ზღვას. თუმცა ამ ეტაპზე ეს ყველაფერი ვერ ხერხდება, რადგან შტორმი უახლოვდება 5 ბალიან ნიშნულს. ამ დროისთვის დაზიანებები არ არის, მაგრამ მუშაობთ უწყვეტ რეჟიმში. ვაწარმოებთ მონიტორინგს, რათა არ განმეორდეს იგივე შედეგი, რა შედეგიც იყო ბათუმში. რაც შეეხება ბოლო მონაცემებს და გამოძახებებს სამაშველო სამსახურში. როგორც ჩვენ გვაცნობთ, საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული შეტყობინება არ მისულა. რამდენიმე ადგილას ქობულეთში, ასევე ხელვაჩაურში წაიქცა ხეები, თუმცა პრობლემა უკვე მოგვარებულია და ამის გამო დისკომფორტი მოსახლეობას არ შეექმნება. წაქცეული ხეებისგან ტერიტორია უკვე გაწმენდილია. ჯერჯერობით არანაირი გამოძახება არა, მუშაობთ და დაახლოებით ალბათ თუ ასე გააგრძელა ამ მიდმა ალბათ 1 საათ ნახევარში გამოძახებები დაგვეწყება. შექმნილი არის საგანგებო შტაბი, სადაც ახლა ამ წუთებში ყველა სამინისტროს წარმომადგენლები არიან მოსულები და იქიდან მართავენ სიტუაციებს თავთავიან თუწყებებში. აჭარის სანაპირო ზოლზე კვარიათამდე რჩებიან აჭარის საგანგებო სიტუაციების და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ადგილზე ასევე იმყოფებიან ბათუმის წყლის, ასევე ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები. ახლა ყველაზე მეტად საინტერესოა სინოპტიკოსთა პროგნოზი. მათი ბოლო მონაცემებით მე გეტყვით, რომ აჭარაში და დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ისევ ძლიერი წვიმა. ამ ეტაპზე დღის განმავლობაში დაფიქსირდება 18 გრადუსი.